საღამოშვიდობისა მოგაწოდებთ იმ ინფორმაციას, რომელიც ამ დროისათვის უწყებათა შორის კომისიაში არის შესული. პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ მნიშვნელოვანია, რომ შენარჩუნებულია ის მშვიდი გარემო, რომელსაც ჩვენ მთელი დღის განმავლობაში ვაკვირდებით და ამომრჩეველს აქვს თავისუფალი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა. ამ დროისათვის უწყებათა შორის კომისიაში შემოსული შემდეგი ტიპის დარღვევები აღინიშნება. პირველ რიგში ეს ეხება არასამთავრობო სექტორის მხრიდან მოწოდებულ ინფორმაციას გარკვეულ უბნებზე პირადობის დამადასტურებელი მოწმობების გარეშე ხმის მიცემის ფაქტებს, თუმცა უნდა ითქვას, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მხრიდან მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, რომ ამას მასიური ხასიათი არ ქონია და ერთეულ შემთხვევებს ჰქონდა ადგილი. რეაგირება ამ ფაქტებზე არის ცენტრალური საარჩევნო კომისიის კომპეტენცია. ამასთანავე ჩვენ გადავამოწმეთ ინფორმაცია, რომელიც შეეხებოდა წნორში დევნილების მონაწილეობის ფაქტს იყო შემოსული შეტყობინება იმის თაობაზე, თითქოს დევნილებს მასიურად არ ეძლეოდათ არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა, რაც არ დადასტურდა, ვინაიდან მხოლოდ იმ მოქალაქეებს არ მეცათ არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა, ვისაც არ ჰქონდა პირადობის დამადასტურებელი მოწმობები. კვლავ აღინიშნებოდა რამოდენიმე ფაქტი, როდესაც მაჟორიტარობის დეპუტატები, კანდიდატები, ასევე პოლიტიკური თანამდებობის პირები ცდილობდნენ საარჩევნო უბნებზე შეღწევას და გარკვეულ სიტყვიერ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი, თუმცა ეს ინციდენტებიც აღმოფხრილია. ამასთანავე სამწუხაროა, რომ რამდენიმე მედია საშუალებებში გავიდა exit polls შედეგები. გუშინ უწყებათა შორისმა კომისიამ მიმართა ყველა მედია საშუალებას და შეახსენა კანონმდებლობით დადგენილი ის ნორმა, რომელიც გძალავს 8 საათამდე exit poll-ების შედეგების გამოქვეყნებას, რათა არ მოხდეს საზოგადოებრივი აზრით მანიპულირება. ამ დარღვევაზეც ალბათ შესაბამის რეაგირებას მოახდენს ცენტრალური საარჩევნო კომისია. ფოტთან დაკავშირებით დაისვა შეკითხვა ბიულეტენების რაოდენობასთან დაკავშირებით. ჩვენ გადავამოწმეთ ეს ინფორმაცია, არ დადასტურდა ცდომილება სიასა და ბიულეტენების რაოდენობას შორის, ისევ და ისევ ვიმეორებ, გამოიწვია სპეცუბნებზე და უცხოეთში დარეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობაში სხვაობა და სიებში შესაბამისი ჩანაწერი არის გაკეთებული, ამდენად ეს გადამოწმებადი ინფორმაცია არის. რამდენიმე ინციდენტს ჰქონდა ადგილი, რაზეც სამართალდამცავმა ორგანოებმა მოახდინეს დროული რეაგირება. ახალქალაქში დაიწყო გამოძიება ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე, ასევე ხაშურში ინფოცხრის ჟურნალისტის მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე. დაიწყო ასევე გამოძიება ლაგოდეხში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, როდესაც დაპირისპირება მოხდა ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებს შორის. რაც შეეხება სხვა ფაქტებს, ისეთი როგორიც არის მოძრაობის წესების დარღვევა, მართვის დამადასტურებელი მოწმობის გარეშე მანქანის მართვა, ეს არის ჩვეულებრივი დარღვევა, რომელსაც არაფერი საერთო არ აქვს საარჩევნო პროცესთან. ჩვენთან ამ ტიპის შეტყობინებებით შემოვიდა და კომისიამ გადამოწმა სამართალდამცავებმა გაატარეს ყველა ის ზომა, რომელიც კანონმდებლობით არის გათვალისწინებული. მათ შორის პოლიციის წინააღმდეგობის გაწევის ფაქტზე ერთ-ერთ აქტივისტს დააკისრა ადმინისტრაციული ჯარიმა. ეს არის ის ძირითადი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ ამ ეტაპისთვის ვფლობთ. თუ გაქვთ შეკითხვები, მზად ვართ პასუხად. დილით მე რამოდენიმე მათგანი დავასახელე. მაჟორიტარობის დეპუტატობის კანდიდატი ეკატერინე ბესელია იყო, ხოლო პოლიტიკური თანამდებობის პირებისგან გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი. ისინი არ ცდილობდნენ შეღწევას, მაგრამ სიტყვიერი დაპირისპირება იყო უბანზე. დაწყებულია გამოძიება და უკვე სამართალდამცავების კომპეტენცია რეაგირება მოახდინონ მსგავს ფაქტებზე.
ჩვენ არ ვფლობთ ამ ეტაპზე ინფორმაციას და გამოძიების დეტალებისთვის ალბათ უმჯობესია მიმართოთ სამართალდამცავ ორგანოებს. მადლობთ.